ათილგანი და ილიას იავუზი. ძველი საიდუმლო. ასეთი უზნეო და უგულო როგორ ხარ? უდანაშაულო ადამიანების გაწირვა მომენტალურად შეგიძლია. სინდისი საერთოდ არ გაწუხებს? ალელ. დავი დამანებე. არაფერი დამშაო თორე მწარე დინანებ. ხელები მაღლა, ახლა მოშორდი. დანა დააგდე. დანა დააგდე მეთქი. მოიცადეთ. შენს ვაჟს არაფერს დაუშავებ. ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე. თუ ჩუმად იქნები მაშინ იცოცხლებს. მას თუ ამოიღებ, მოკვდება. ყველაფერი მარტივადაა. ხომრობის დრო არ მაქვს ალილ. აქედან გაიყვანეთ. ჩემთვის მცირე იმედი მაინც რომ მოგეცა. ახლავე შენთან სასაუბროდ გამოვიქცეოდი. ვერ ვხვდები რა გავაკეთო. ასე მოწყენილი სახე რატომ გაქვს შვილო? კარგად ხარ? კარგად არ ვარ დეიდაიშე. თავს ძალიან ცუდად გვრძნობ. რა მოხდა? მომიყევი იქნებ გამოსავალი ვიპოვოთ. დეიდაიშე. დემეთი ხომ გახსოვს? ის ლამაზი გოგო. შენი მეგობრის დისშვილი. მერე? დემეთი ჩემი შეყვარებული იყო. დავშორდით და სხვასთან შეხვედრა დაუწყია. მაგრამ არეული ურთიერთობა აქვთ. როგორც ჩანს ბედნიერება მასთანაც ვერ იპოვა. დემეთი ისევ გიყვარს? თან ძალიან. შევეცადე რომ დამევიწყებინა, მაგრამ ჩემს გულში მის სიყვარულს ფესვები ძლიერად გაუდგავს. სულ მასზე ვფიქრობ. რადგან ასე ძალიან გიყვარს? დადი მასთან და დაელაპარაკე. ყველაფერი უთხარი, რასაც გრძნობ. არავინ იცის ხვალ რა იქნება შვილო. ღმერთმა ბედნიერების შანსი მოგცა. ხელიდან ნუ გაუშვებ. ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მას საყვარელ ადამიანებთან ერთად ატარებ. ჩვენი სიცოცხლე არც ისე ხანგრძლივია შვილო, როგორც გვგონია. წლები თვალის და ხამხამებაში გადის. ამიტომ ეცადე ყოველი წამი გამოიყენო. დრო არ დაკარგო შვილო. მართალი ხარ დეიდაიშე. თუ დემეთს აღარ ვუყვარვარ. რაც დავშორდით ჩვენი ყოველი შეხვედრა ჩხუბით მთავრდება. როგორ დავიყოლიო რომ დამელაპარაკოს. თუ გინდა ხვალ ერთად წავიდეთ. დემეთი ერთობლივი ძალებით დავიყოლიოთ. რა სიტყვი? სერიოზულად ამბობთ? უნდა ვცადოთ. მადლობ დეიდაიშე. ამ სიკეთეს არასდროს დავივიწყებ. კარგია რომ ჩვენთან ხართ. მეც მიხარია რომ ჩემ გვერდით ხარ შვილო. უფალ სამის გამო ყოველდღე მადლობას ვუხდი. ძალიან დავაგვიანე. საყვარელ ადამიანებთან ჩემს შეცდომას ნუ გაიმეორებთ შვილო. თუ მეწოდინება რომ ყველას ბედნიერს გტოვებთ,
უფრო მშვიდად მოვკვდები. დემეთ, დედას ვესაუბრა, ხოლო საღამოს გელოდებით. არი დარდო, არაფერი მოხდება. დარწმუნებული ვარ შენი გაცნობა ყველას გაახარებს. ნაბადროებით. დედა დემეთს რომ დაინახავს, ჩხობს დაიწყებს, მაგრამ არა უშავს. ჩეთინის გასამწარებლად რისკზე წასვლაც მიღერს. ხვალინდელის სიურპრიზისთვის მოემზადე. ხვალ ნახავთ ვინ გაიმარჯვა ჩეთინი. თურგუთ, რა კარგია რომ ჰალილის საშიშროებას აღარ წარმოადგენს. გულზე მომეშვა. რამე სისულელეს აღარ ჩაიდენს და სიმართლის თქმას არ მოისურვებს, არა? ჭკუა თუ აქვს ხმას აღარ მოიღებს. უკვე ვაჩვენე რისი გაკეთება შემიძლია. თუ ასეა უხასიათოდ რატომ ხარ? ახლა არ მითხრა რომ ომერის ამბავს განიცდი. არა. მაგრამ ესმას იქ-ყოფნა არ მესიამოვნა. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ უცებ რამე რომ მომხდარიყო. ტყვია მას რომ მოხვედროდა. ჩემო კარგო არი დარდო. შეიძლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამ ამბავმა უკვე ჩაიარა. ყველაფერი კარგად დასრულდა. ჰალილი ხომ თავიდან მოვიშორეთ? სხვა არაფერზე იდარდო. გაიღვიძე შვილო. დეიდაიშე, უпроსტორი იქნებოდა გეკითხა დაძინება თუ მოახერხე. ასეთი ნერვიულობა ტკბილია შვილო. მომავალში ამ ამბავს შვილებს სიცილით მოუყვები. იმედია ეს ნერვიულობა კარგად დასრულდება. ღმერთმა ქნას, მისი შემწეობით ყველაფერი კარგად იქნება. ამინ. ქვევით ჩავა, მომზადება დაასრულე და ჩამოდი. კარგი. ღმერთო ჩემო, ეს ხალხი სად გაქრა? შვილო, ისევ აქ ხარ? სასწრაფოდ ისაუზმე და საქმეს მივხედოთ. ყველაფერი დროულად უნდა მოვაგვარო. კარგი რა დედა, ნუაზვიადებ. უბრალოდ ერთად უნდა ვივახშმოთ. ნუ ნერვიულობ. საღამომდე დიდი დროა დარჩენილი. მერთო, ფრიდანს ვუთხარი რომ ძვირადღირებული ჭიქები გამოეტანა. ნამდვილად გაუტყდება. ჯანან! ჯანან! საღამოს დიდი მხიარულება გველოდება. დეიდაიშე, გეძებდი, მეგონა რომ წახვედი. ჩამოჯექი, ერთად ვისაუზმოთ. სასწრაფოდ უნდა წავიდე. ხვალ ვისაუზმოთ. კარგი? მაგრამ ასე, სად გეჩქარება? შემიძლია წაგიყვანო თუ შორს მიდიხარ. არა შვილო. ჩეთინთან ერთად საყიდლებზე მივდივარ. მერე კი გოგოს ხელი უნდა სთხოვოს. რას ამბობ, ჩეთინი ვინმე ახალ გოგოს ხვდება? არა, ძველი ისტორიაა. დიდი ხანია იცნობს. დეიდაიშე, მზად ვარ. შეგირგოს შვილო. ვისთან მიდიან? თუ დემეთთან. ჩანდაბა. ეს ბიჭი აშკარად ხელის ჩაქნევას არ აპირებს. მართლა. ვიცი რასაც ვიზამ. ალო? დემეთ, როგორ ხარ? საღამოს რომ ხვდებოდით დრო ცოტა გადმოვწიე. 1-2 საათში გამოგივლი და წაგიყვან. კარგი? რა? ამას ახლა მეუბნები? კარგი, გათიშე უნდა მოვემზადო. 2 საათში როგორ უნდა მოვემზადო? საერთოდ რომ არ წავიდე? არა, დემეთ, ნუ სულელობ. კარგი, დამშვიდდი. სიბელი, ოჰო, სიბელი დამეხმარება. სიბელ, სასწრაფოდ მჭირდები, უნდა დამეხმარო. ჩემთან მოდი, ახლა ვერ აგიხსნი.
Ფიდან? რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ესენი ძვირადღირებულია. უხეშად მოაპრიალებ. დაიხაზება. ფრთხილად იყავი. არ დააზიანა. შვილო. აქ რას აკეთებ? როდის უნდა წახვიდე? საქმე არ გაქვს? დედა, გეგმები შემეცვალა. სტუმარი 2 საათში მოვა. თადარიგი დაიჭირეთ. რა? კუდრეთ. გინდა რომ გული გამისკდეს? პასუხსაც არ მცემს. კუდრეთ. დილა მშვიდობისა მეგობარო. კეთილი იყო შენი მოსვლა. ჩაი ახლა ხან დავაყენე. ყველიანი ღვეზელიც მზადაა. გმადლობ დაო, მაგრამ სხვა დროს იყოს. დემეთის სანახავად მოვედი, აქ არის? დემეთის? ამ დროს გაღვიძებული და აქ მოსული დემეთი ოდესმე გინახავს? ხო, მშვიდობაა. დემეთთან რა გინდოდა? მოგვიანებით აკიხსნი. მაშინ სახლში მივაკითხავ. კარგი. თავს მიხედე. აქ ხარ? ისევ ფიქრებ მაწაგიღო? ჩეთინის სახლში არ იქნება, არა? შეიძლება იყოს, შეიძლება არა. დღეს თუ არა ოდესმე ხო მაინც გაიგებს. კუდრეთის წინადადება რომ მიიღე, ამით უკვე ტკივილისთვის გაწირე. ალბათ არ დაიჯერებ, მაგრამ აფორიაქებული ვარ. იმედი მაქვს სწორად ვიქცევი. ოჯახის შექმნა სერიოზული საქმეა. ეს ბიჭი სათამაშო ხომ არაა? თუ ისევ ჩეთინი გიყვარს, სჯობს თავი დაანებო. ქონების დევნაში ნამდვილი ბედნიერება არ დაკარგო. კარგი რა სიბელ, საერთოდ არ უნდა მეთქვა. შეცდომა დავუშვი. არა, სწორ არჩევას ვაკეთებ. ჩეთინთან ბედნიერი ვერ ვიქნები. თავიდანვე გავაფრთხილე. გამდიდრება და ბედნიერად ცხოვრება მინდა მეთქი. მართლა რომ მყარებოდი ჩემი ოცნების ასასრულებლად, ყველაფერს გააკეთებდა. კარგი, რამთლად ასეც არ იყო საჭირო. არ მოგეწონე? როგორ არა? ძალიან მომეწონე. ის ვიგულისხმე, რომ ასეთ სილამაზეს თვალს ვერ ვუსწორებ. ყველას დაჭრდილავ. ასე თუ გააგრძელებ შენი სილამაზით ყველას ყურადღებას მიიქცევ. საბოლოოდ ეჭვიან კაცად მაქცევ. წამოდი პრინცესაო, წავიდეთ. ჩემთვის ილოცე, წარმატებები.
დედაიშე, კიდევ კარგად შემგვერდით ხარ. ამას არავის გამომხელდი, მაგრამ შენთან არ დავმალავ. ძალიან ნერვიულობ. დამშვიდდი შვილო. ყველაფერი კარგად დასრულდება. სიბელი. სიბელ, დილა მშვიდობისა. რა ხდება? ნეტავ ჩეთინის მსგავსი იყო. ყველაფერში გჯობია, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია. ქუდრეთისგან კაცი ვერ დადგება. მამამისი თუ ერასდროს იამაყებს. ხომ ამბობ შენგან კაცი ვერ დადგება. დროს ტყუილად ვკარგავ. მადლობა ღმერთს ჩეთინი მყავს. შენსავით უმადური არ არის. ჩემს ზრუნვას აფასებს. იცი ასე ნუ ამბობ. ქუდრეთი ჯერ პატარაა. გთხოვ გაუგე. ტყუილად ნუ იცავ. ჩემ შვილს კარგად ვიცნობ. თავი მომჭერით თუ ქუდრეთისგან კაცი დადგეს. ყოველთვის შემზე ძვირფასი იქნები. ჩეთინი ჭკვიანია. ჩეთინი პატიოსანია. ჩეთინი შრომის მოყვარეა. ქუდრეთი? ქუდრეთი გაიძვერა. იცი როგორ მეზიზღები. მამა ჩემის თვალში გამაუფასურე. სულ შენი ჩრდილის ქვეშ ცხოვრობდი. ვერ გიტან. ყველაფრისთვის პასუხს გაგებინებ ჩეთო. რამე თქვი, რა მოხდა? ჩემთვის შავილაპარაკე. ჩემი ოჯახი შენი დანახვით გაბედნიერდება. ღმერთ მაქნას. იმედია ჩეთნის ცუდი რეაქცია არ ექნება და ამის გამო სხვებიც ცივად არ შემხვდებიან. ამაზე არ იდარდო. ერთმანეთი ხომ გვიყვარს. დანარჩენი არ მაინტერესებს. დემეც მოვაკითხეთ. ხელი უნდა ვთხოვო. ალბათ ახლაც წინავს. არ წინავს. არა. დემეთი სახლში არაა, ჩეთინ. სად არის? გეცოდინება. მითხარი და მივაკითხავ რა პრობლემაა. ჩეთინ ძალიან მწუხვარ, მაგრამ დემეთი შეყვარებულს ოჯახის გასაცნობად გაჰყვა. წავიდეთ ლამაზო. მზად ხარ? რა დრო სიყვარულია. ასეთ სახლში ცხოვრებას რომელი გოგო არ ისურვებს. წამოდი, მინდე. ხელი ჩამკიდე. ყველამ ნახოს რომ ჩვენ სიყვარულს ვერაფერს დააკლებენ. წამოდი. ჩეთინ შვილო, დამელოდე. ხტის გულისთვის დამტოვე დეიდაიშე. როგორ წავიდე შვილო? ამ დღეში აქ როგორ დაგტოვო? რა მომასვენებს? მოკვდი დეიდაიშე, დამთავრდი. ჩემი ოცნებები, სურვილები, ყველაფერი მოკვდა. შვილო,
მოვედით. გაიცანი. ეს ჩემი გულის დედოფალია, დემეთი. გამარჯობა ქალბატონო. გულის დედოფალი რას ნიშნავს? ჩემო დემეთ, სჯობს ხელების დასაბანად გახვიდე. ფიდანა ჩვენ ეს აბაზანოსად არის. შვილო, ჩემი სიკვდილი გინდა? ამ გოგოს სახლში მოყვანა როგორ გაბედე? ფოირაზის დიდგვაროვან ოჯახში? ამ საწყალი ღარიბი გოგონას მოყვანა? სირცხვილი არ არის? რა ლამაზია ბაზანაა. აქაურობა ჩემს ოთახზე დიდია. მეგონა ასეთი გარემო მხოლოდ ფილმებში იყო. გრძნობებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. წარმოიდგინე, ეს ყველაფერი მალე შენი გახდება. ეს სახლი შენი იქნება. დედა, ჩემს ცხოვრებაში ჩარევას თავი დაანებე. დემეთი მიყვარს. მინდა პატივისცემით მოექცე. გთხოვ ეს თემა დავხუროთ. ბიცოლა, კუდრეთ, რატომ კამათობთ? დემეთ? რა ხდება აქ? რას აკეთებ? დემეთი ჩემთან ერთად მოვიდა. ჩემი შეყვარებულია. რა? კი, მაგრამ ჩემი ძმა? ამას გამიზნულად აკეთებ, არა? გინდა ჩემს ძმას გული ატკინო. ეს გოგო ამ სახლში ამიტომ მოიყვანე? ჭკუას ვერასდროს ისწავლე. საკმარისია. ყველამ კარგად მომისმინეთ და დაიმახსოვრეთ. მე და დემეთს ერთმანეთი გვიყვარს. შენ ხომ საკუთარი თავის გარდა არავინ გიყვარს? ასეთი უსირცხვილო როგორ ხარ? ჩვენთან ერთად ერთობოდი, საუბრობდით, მაშინაც ამ სისაძაგლეს გეგმავდი? წესიერად ისაუბრე ესმა. სიტყვებს დაუკვირდი, სამარცხვინოდ იქცევი. მშვენივრად ვიცი, რასაც ვამბობ, ბიცოლა. ოჩახ. აბა თქვენ იცით, ჩემი ძმა ბოლომდე გაამწარეთ. ეს გინდათ? გამოდი, მაგიდასთან დავსხდეთ. ძალიან მშია. როგორ არ წვენიათ? ეს როგორ იკადრეს? ძმაო, გელოდებოდი. დამოდი ცოტა ვისაუბროთ. სხვა დროს ეს მალაპარაკის თავი არ მაქვს. ძმაო, უარს ნუ მეტყვი. დეიდა აიშესთან ერთად სასეირნოდ წავიდეთ. არ მინდა ესმა, ნუ მაძალებ. ძმაო, ძალიან გთხოვ, გამომყევი. კუდრეთ. გამომყევი, სალაპარაკო მაქვს. რა მოხდა დედა? დიდი ამბავი რომ ღარიბია. ამით რა შავდება? შვილო, ეს მამრა იგულისხმა.
ეს გოგო შენამდე ჩეთენს ხვდებოდა? სიმართლე მითხარი. დაურა გჭირს. რატომ ცდილობ რომ სახლში არ შევიდე? გაიწიე. დავიღუპეთ. დემეთ? აქ რას აკეთებ? ვისთვის მოხვედი? კეთილი იყოს შენი მოსვლა, ჩეთო. კარგი ამბებია. შეყვარებული მოვიყვანე რომ დედას გავაცნო. ასე რომ მიყურებთ. კუდრეთს მოკლავს, თურგუთ. რამე იღონე. ჩემი შვილი გადაარჩინე. დედა, კარგად ხარ? ტელეფონი მომიტანე საჰერ. კარგი. ზუჰალ, კუდრეთს დაურეკე. თურგუთ, ტელეფონი მომეცი. მომეცი. შვილო, კუდრეთ, გემუდარები, მიპასუხე. მიპასუხე, შვილო. ჩინარ, გემუდარები უთხარი, რომ ჩემს შვილს არაფერი დაუშავოს. ბიცოლა დამშვიდდი. დედა შენც. ჩეთინი არავის არაფერს დაუშავებს, ხო მიცნობთ? ჩეთინ. გემუდარები, მიპასუხე. არ მპასუხობს. ჩინარ, ძალიან გთხოვ, შეაჩერე, ხელი შეუშალე. კუდრეთს არაფერი დაუშავოს. გემუდარები, ჩემი შვილი დაიცავე. მოვედი, ჩეთო. აქრისთვის მომიყვანე. არ მპასუხობს. ზუჰალ, გონს მოდი. ახლა გულის წასვლის და დანებების დრო არ არის. შემომხედე, ზუჰალ. კუდრეთი სად შეიძლებოდა წასულიყო? არ ვიცი, ჩინარ, არ ვიცი. უცებ წავიდა. გულქანი. მისი მეგობარია. მასთან ხომ არ წავიდა? ღმერთო. კუდრეთ. ეს რა დღეში ჩაგვაგდე? ღმერთო, ორივე დაიფარე. ზარი გადის, ზუჰალ. არც ეს მპასუხობს. ღმერთო, დაგვეხმარე. სახლში მივაკითხოთ. შეიძლება იცოდეს სად არის. წავიდეთ. წამოდი, ზუჰალ, წავიდეთ. წამოდი, ზუჰალ. საჰერ, აქ დარჩე. სახლში თუ დაბრუნდებიან, შეგვატყობინე. კარგი, დედა. რა გააკეთე, კუდრეთ? რა გავაკეთე, ჩეთო? ახლავე მიპასუხე. ასე რატომ მოიქეცი? ენას ვერ იმორჩილებ? შეყვარებული რომ წაგართვი, ამის თქმას ვერ ახერხებ? კითხვას არასწორად სვამ, ჩეთო. საკუთარ თავს უნდა კითხო იმ გოგოს რა დააკელი და რის გამო დაკარგე. რა გინდოდა? ეს რატომ გააკეთე? ასე რატომ გამამწარე?
ადამიანის ასე გაწირვა როგორ შეძელი? ასე რატომ მომეკეცი? თვითონ რა გამიკეთე გაიხსენე? მინდოდა რომ სამართლიანობა აღდგენილიყო. რა გაგიკეთე? ძმობას გიწევდი. სულ შენი გაფუჭებული საქმის გამოსწორებას ვცდილობდი. სხვა რა გაგიკეთე? კარგად ვიცი რას რატომ აკეთებდი. გინდოდა მამა ჩემის თვალში არარაობად გექციე. მე გავიმარჯვე. ყველაფერი წაგართვი. უდედმა მობედისგან დაჩაგრული ადამიანი მტრად როგორ ჩათვალე. ყოველთვის ყველაფერი გქონდა და მაინც ჩემი შეგშურდა. ყველაზე ძვირფასი წამართვი ასე როგორ მოიქეცი? ბოლომდე გამანადგურე. სულ ფეხის დადებას ვცდილობდი. ფეხბურთს ჩაუმაშორე. ესეც არ გეყო და საყვარელი ქალი წამართვი. ასეთი უგულო როგორ ხარ? ყველაფერი წაგართვი ჩეთო. როგორი გრძნობაა? როგორი ყოფილა როცა მარტო ხარ და აღარაფერი გაგაჩნია? როცა არავის უყვარ ხარ? შენთვის არასდროს არაფერი დამიშავებია. ყოველთვის მასავით გექცეოდი. ყველაფერი იმ გველის ბრალია. ჯერ ჩემ შვილს წაართვა სიცოცხლე. ახლა კი თურგუთის ოჯახს სიმშვიდე. ყველა გაგვამწარა. ქუდრეთის გარშემო ყოველთვის უამრავი გოგო ირევა. მაინც და მაინც ჩემი ძმის ყოფილი რომ ამოიჩიმა, ესეც დედა ჩემის ბრალია? ხანძარი რომ გაჩნდა სიტყვი, ჩინარმა გააჩინაო. ტყუილს ვამბობ. ვიდრე ის დაწყევლილი ქალი გამოჩნდებოდა, მშვიდად არ ვცხოვრობდით. როგორც კი გამოჩნდა, მაშინვე ყველაფერი აირია. საკუთარ თავს არაფერში ადანაშაულებ? იქნებ ცოტა დაფიქრდე, რა შეგეშალა. იქნება ამ ყველაფრის მიზეზი თვითონ ხარ. წლების მანძილზე ჩუმად იყავი და გვატყუებდი. მართალია. დედმამის ადგილი რომ ჩაგინაცვლეთ და გაგზარდეთ, დიდი შეცდომა დავუშვი. არ მინდოდა ვინმეს მკვლელის შვილი დაეძახებინა. ამისთვის ყველაფერზე წავედი. შემცდარ ვარ. გაჩერდი ბებია? შვენივრად იცი შეცდომაში, რასაც ვგულისხმობ. რა უნდა მეთქვა? დედა თქვენი ცოცხალია. მართალია მამა მოგიკლათ, მაგრამ ციხეში ზის და ერთ დღესაც გარეთ გამოვა მეთქი? თქვენთვის ხელი ხომ არ უნდა ჩამეკიდა და მის სანახავად წამეყვანეთ. ასე უმჯობესი იქნებოდა? თავს უფრო ბედნიერად იგრძნობდით? არ ვიცი, ბედნიერად ვიგრძნობდით თუ არა, მაგრამ ტრად მაინც არ ჩავთვლიდით. არჩევანის გაკეთების საშუალება არ მოგოცი. ყველაფერი თვითონ გადაწყვიტე. დედა წაგვართვი. სეჰერ. დედას წყეულ ქალს ეძახი. სინამდვილეში ეგ წყეული ქალი თავად ხარ. ამხელა ბრას და ბოღმას ატარებ. ეგ სიძულვილი შხამზე უარესია. დამშვიდი, სეჰერ. ქალბატონო, გთხოვთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ასეა შვილო. ჩემი სიძულვილი შხამზე უარესია და იცი რატომ? დედას შვილს თუ მოუკლავენ, მისი სათნოება და მიმტევებლობაც კვდება. შვილმკვდარ დედას ჰუმანურობა აღარ მოეთხოვება. თან თუ შვილის მკვლელი შორს კი არა, მის სიახლოვესაა. როგორ არ ხრცხვანია? მომაკვდავ ქალზე როგორ საუბრობ? რამდენიც არ უნდა უყვირო. დედა ჩემის უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ. როცა გარდაიცვლება, უფალთან პირნათელი იქნება. შენ რას აპირებ, ბებია? ასეთი ზიზღით სასუფეველს როგორ დაიმკვიდრებ? კუდრეთ! კუდრეთ! შეიძლება ჩეთინი აქ იყო. კუდრეთისთვის რამე რომ დაეშავებინა? ჩეთინ! გემოდარების ისულელეს ნუ გააკეთებ, შვილო. კუდრეთ! კარი გააღეთ. კუდრეთ, გააღე! კუდრეთ! ჩეთინ! კუდრეთიან ჩეთინი ხომ არ გამოჩენილა. კუდრეთი ჩემთან იყო, ცოტა ხნის წინ წავიდა. სად უნდა წასულიყო? სათხარ შვილო. ჩეთინმა შეტყობინება მიწერა. შეტყობინებაში რა ეწერა? მგონი თქვი შვილო, რა მიწერა? შეხვედრაზე დაიბარა. ესეც სასწრაფოდ წავიდა. უთხარი არ წახვიდა მეთქი, მაგრამ არ მომისმინა. კუდრეთ. სად წავიდა? თქვენ სახლთან ახლოს პარკის გვერდით რომ მოედანია იქ.
კბილი-კბილის წილ, რადგან ჩემი სისხლი დაღვარე, მეც არ დაგინდობ. შენი სისხლის გუბეს დავაყენებ. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი მამა წამართვი. მეც სამაგიეროდ შენი შეყვარებული წაგართვი. სამართლიანობა აღდგა. ასეთი უსირწყვილო და უნამუსა როგორ ხარ? ყალბი და თვალთმაქცი. ამას შენთან შენი არეული ურთიერთობა ჩემი ბრალია? მე რა შუაში ვარ? ყველაფერი თვითონ გააფუჭე. ყოველთვის გიცავდი. შენს გამოსწორებას ვცდილობდი, მაგრამ ჯავრი ჩემზე იყარე. ხელი გამიშვი. დემეთმა სწორი არჩევანი გააკეთა. ჭკვიანი ყოფილა. დროულად მიხვდა, რომ შენგან არაფერი გამოვიდოდა. შეწყვიტე. რა მოხდა? დემეთის საქციელმა გული გატკინა? ეგ გოგო დაივიწყე. დემეთი უკვე ჩემია. გაჩუმდი. ხმა აღარ მოიღო. შეწყვიტე. გაჩუმდი მეთქი. ხმას ნუიღებ. საკმარისია. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşlarım hiç değmesin.